თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მაყურებლებო, ვინც ახლა ჩვენ ან Facebook-ის ან ნებისმიერი სოციალური ქსელით საშუალებით გვიყურებთ. დიახ, ეს არის ხონი სათემო რადიოს ხმა, რომელიც უკვე კარგახანია ისმის ჩვენს ეთერში. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გადაცემებს დიდი გამოხმაურება აქვს, იმიტომ რომ ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ კარგი რესპონდენტები გვყავს ხოლმე. ასევე კარგი წამყვანი. დიდი მადლობა და მე ვფიქრობ, რომ დღესაც ძალიან კაი გადაცემა უნდა გამოვიდეს, ვინაიდან და რადგანაც არაჩვეულებრივი რესპონდენტი მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც ნამდვილად არის წარმატების ფორმულა, ადამიანი, რომლის ისტორიები, რომლის გზა დასაბამიდან აქამდე რაც გაიარეთ, იქნება ნამდვილად სამაგალითო თემში ახალგაზრდებისთვის, ძველგაზრდებისთვის, ყველასთვის, იმიტომ რომ მე სიამოვნებით უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ქალბატონი ელის ჯიქია, რომლის სახელი და გვარი საკმაოდ ცნობილია ხონში, საკმაოდ ცნობილია იმერეთში, ქუთაისში, ჟურნალისტიკაშიც თავის დროზე და ახლა კიდევ უამრავ საქმეს აკეთებს. იმდენ საქმეს აკეთებთ, ქალბატონო ელისო, მე რო ხამის ყველას ჩამოთვლა დავიწყო, გადაცემის ნახევარი მჭირდება და იქნება მას შეკითხვებად ჩავშალო ეს ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და აგვთანხმდით, დრო რომელიც ვიცი რომ ძალიან დიდი ფასი აქვს თქვენთვისაც. ეხლაც მოგწყვიტეთ სამსახურებრივ რამდენიმე საქმეს, ეხლა ყვებოთ რომ 4 საქმეს ერთდროულად მოგწყვიტეთ, მაგრამ ძალიან გვინდა თქვენთან ინტერვიუ. უპირველეს ყოვლისა მიესალმეთ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს და შემდეგ შეგიხვას დავსვა. მოგესალმებით, დიდი მადლობა დავით, რომ ჩემს შესახებ გადაწყვიტეთ სიუჟეტის მომზადება. სათემო რადიო ეს ნამდვილად არის სიახლე ჩვენი თემისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეხლა ხანს დაიწყო, ესე ვთქვათ, ამ რადიომ ფუნქციონირება და უკვე ძალიან პოპულარულია ჩვენ საზოგადოებაში, ძალიან ბევრი დაინტერესებული მსმენელი კიდევ უფრო ადრე დაიწყო, რომელიც ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. ზდასრულთა განათლების ცენტრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ და ამაზეც ვიტყვი აუცილებლად, ეს იმხელა საჩუქარი გაკეთდა ამ თემისთვის. თავიდან მეგონა რომ საჩუქარი გაკეთდა ჯერ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. შემდეგ ტელეფონისთვის და აღმოჩნდა რომ მთელი იმერეთისთვის რაღაც ნაწილის სამეგრელოსი. ასე იყო, რადიოს უფრო კიდევ მნიშვნელოვანი ბექგრაუნდი აქვს, გამომდინარე იქედან რომ რადიო ჩამოყალიბდა ხონი სათემო განათლების ცენტრის ბაზაზე. ეს ცენტრი კი თავის მხრივ 2020 წელს დაარსდა, მაშინ როდესაც პანდემიას და მნიშვნელოვან გამოწვევას ებრძოდა მსოფლიო ჩვენი ქვეყანაც. სწორედ იმ პერიოდში აიდგა ხონი სათემო განათლების ცენტრმა ფეხი და დაიწყო ფუნქციონირება. თავიდან ძალიან დიდ ვფიქრობდით რომ ეს იყო ისეთი გამოწვევა, რომელსაც ვერ დავძლევდით, მაგრამ სულაც არა, საკმაოდ კარგი გუნდის და ადამიანების და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით შევძელით, რომ ამ პროექტმა დაიწყო სტარტი, დავიწყეთ ფუნქციონირება და ძალიან კარგად და ძალიან წარმატებულად. მოვედით დღემდე 5 წლის გავხდებით წელს და ეს მნიშვნელოვანი თარიღი უნდა აღვნიშნოთ ძალიან დიდ გუნდთან ერთად უკვე, იმიტომ რომ ერთის მხრივ ტრენერები, რომლებიც აქ ასწავლიან და მეორეს მხრივ მსმენელები, ბენეფიციარები ჩვენი ცენტრის 5000-ზე მეტი ადამიანია ჯამში და სწორედ ამდენ ადამიანს გავუწიეთ დახმარება, მივაწვდინეთ საგანმანათლებლო პროგრამები, სერვისები და მივეცით ეს შესაძლებლობა არაფორმალური განათლების მიმართულებით, რითაც ძალიან ვამაყობთ და რაც მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია არა მარტო ხონის მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი სერვისებით სარგებლობენ როგორც იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მეზობელი რეგიონები, სამეგრელო, მოდიან მათ შორის მსმენელები გვყავდა თბილისიდან, გვყავდა რაჭა-ლეჩხუმიდან, ასე რომ ძალიან შორს გაითქვა სახელი ჩვენმა კურსებმა, ჩვენმა საგანმანათლებლო პროგრამებმა და ამით ნამდვილად გვაქვს საამაყო. მე მინდოდა აქამდე მოვსულიყავით თქვენზე საუბარს რომ დავიწყებით, მაგრამ რახან ეს თემა დავიწყეთ, აუცილებლად უნდა გითხრათ. მე პირადად პირველ რიგში მინდა უთხრა მსმენელს, რომ
ქალბატონი ელისო გახლავთ ხონის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, მის გუნდთან ერთად ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელსაც თავის მხრივ უკან უდგას ძალიან სერიოზული ძალა, რასაც ქვია გერმანიის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი, აი DVV International-ის ძალიან მძლავრი ხელი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბევრ რეგიონს და ბევრ მუნიციპალიტეტს შეეხო, მაგრამ განსაკუთრებული აღმოჩნდა ის ხონისათვის, ეს ნამდვილად უნდა ითქვას. კი, 2006 წელს, როგორც მაქვს ინფორმაცია, პირველი სათემო განათლების ცენტრი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და DVV საერთაშორისო ფინანსური გვერდში დგომით, ასევე დაფუძნდა სამცხე-ჯავახეთში და მას შემდეგ, ან 2006 წლიდან მოყოლებული 14-15 ცენტრი გაიხსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. როგორც გითხარით, 2020 წელს გაიხსნა იმ ხონში და მეორე ცენტრი ვართ იმერეთში, ან მანამდე არსებობდა ხარაგაულის სათემო განათლების ცენტრი და იმერეთში ვართ მეორე ცენტრი. და ისედაც მეგონი ერთ-ერთი ახალგაზრდა ცენტრი. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ცენტრი ვართ. ამ წარმატებას განაპირობებს როგორც სტატისტიკური მონაცემები, ასევე ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ჩვენი პროგრამები, ჩვენი პროექტები, ჩვენი ინოვაციური შესაძლებლობები, რომლებსაც თავაზობთ ჩვენს ბენეფიციარებს, ჩვენი გუნდი, რომელიც ასევე გამორჩეულია. რა პროფესიებია ბარემ ვისაუბრეთ? ან რა ყოფილა, ახლა რა არის, რა შეიცვალა? აუცილებლად ეს არის არაფორმალური განათლების ცენტრი, როგორც გითხარით და საზოგადოებას თავაზობთ დასრულთა განათლების სრულ პაკეტს. რას მოიცავს ახლა ეს პაკეტი? ეს არის პიროვნული განათლების კურსები, პროფესიული განათლების კურსები, ასევე ფინანსური წიგნიერება, კულტურული აქტივობები, სპორტული აქტივობები, გარემოს დაცვითი ღონისძიებები. ყველა ამ მიმართულებით შეძლების დაგვარად ჩვენ ვცდილობთ მოქალაქეებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და სასურველი სერვისი, ეს იქნება კურსების, მოკლევადიანი კურსების სახით, ეს იქნება ტრენინგების, ვორქშოპების თუ სხვადასხვა აქტივობების პროფესიული, შეიძლება ადამიანმა შეიცვალოს აქ პროფესია ამ პირიქით. კი ბატონო, მყარად დაბრუნდეს თავის პროფესიაში. რომლებსაც აქვთ ერთი ძირითადი პროფესია, შეიძლება მეტიც, მაგრამ მოდიან აქ იმისთვის, რომ შეიძინონ ახალი დამატებითი პროფესია, შეიძინონ, შეითვისონ ახალი უპირობლები. ან გაიმყარონ, მაგალითად, მე მყოლია როგორც ტურიზმის მხარეს ხელმძღვანელობ ამ ცენტრში, მე მყოლია კი არა, ძალიან ბევრი მყავს ტურიზმის ფაკულტეტ დამთავრებულები, როგორც თბილისის, ისევე წერეთლის უნივერსიტეტის, აი ტურიზმზე რო სწავლობენ ახალგაზრდები, მათ შორის მოქმედი 5-6 გიდი, მოქმედი გიდი ყოფილა ჩემი ისეთ წარმატებული გიდები, მათ შორის მუზეუმების თანამშრომლები, ეს იქნება ნიკო ნიკოლაძის, ჩვენი ადგილობრივი მუზეუმის, მარტვილის მუზეუმის თანამშრომლები, პრაქტიკულად ბევრისთვის სიახლე იყო და ეს სასტუმროს მენეჯერები, რესტორნის სამასპინძლო პილოტები, ბორტგამცილებლები, ორი ბორტგამცილებელი მარტო ვიზი არის. თანგვებია რომ დამინახებთ თვითფრინავში როგორც მის მასწავლებელს უფასოდ მასწავლე ყავას ასე რომ როგორ არა ასე რომ მუდინკი აგიდეს ამ ისტორიების შესახებ ანუ ეს ის ხალხია ვინც ისედაც იყვნენ ტურიზმში და ზოგი მყარად ზოგმა გაიმყარა და მე თვითონ მიკვირს უბრალოდ ჩემს კურსზე მაგალითად ჭიათურად ერჯოლა მაგალითად ყოფილა ერთ-ერთი ისა რომ 20 კაციან ჯგუფიდან 18 იყო ქუთაისელი და 2 ხონელი ხან ეს ხონის როცა ვამბობთ იხანდახან იშვიათად აიხონელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი ხონელმა ისაგება ასერვის კურსებზე ყოლია მედიკოსები, ყოლია საჯარო მოხელეები, ნებისმიერი, აი ნებისმიერი კომპიუტერული კურსები, გერმანული, რუსული, ინგლისური, კი, ვაცდებთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შესაძლებლობებს. მე როგორც ვიცი, ბიზნეს იდეების, იმაზე ბევრს მოუგია. აქ დაწერილი იდეით. ბიზნეს იდეის წერისა და მართვის კურსზე რეგიონში ვიყავით ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტი, ყველაზე მეტი განაცხადი და ყველაზე მეტი დაფინანსებული პროექტი ქონდა ხონს და მიანიშნებდნენ იმაზე ჩვენი ბენეფიციარები და ასევე ამ საქმის პროფესიონალები, რომ
დიდწილად სწორედ ხონისათემო განათლების ცენტრის დამსახურება იყო, იმიტომ რომ იმ დროს და იმ მომენტში, როდესაც საგრანტო განაცხადების მიღება ხდებოდა, სწორედ აქტიურად ვერთვებოდით ჩვენ ხონისათემო განათლების ცენტრი, ჩვენი ტრენინგ კურსით და ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ მოქალაქეს ვაძლევდით შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ თავად მოეხდინა საკუთარი იდეის იდენტიფიცირება, შემდგომ ამის ვაწერინებდით ამის შესახებ ბიზნეს გეგმას თავის ბიუჯეტით და ბევრ შემთხვევაში შედეგად მივიღეთ ის, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ბენეფიციარს დაუფინანსდა პროექტი. გამოდამისო, ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ პროექტის სიკეთეებზე. 5,000 კაცი რო ახსენეთ და 5,000 ბენეფიციარი რო ყავდა სხვადასხვა იმგეს, ეს ასე მარტივი არ არის ამ ყველაფრის კეთება. ამის უკან ამხელა გუნდი დგას რამდენი ადამიანი დაასაქმა პროექტმა. ხო და თან საუბრებ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენთან ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ქმნიან თან ეს ხალხი 100 ვაკანსია გვაქვს და მოდით არ შერჩეულა, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი ჩახედულა ყველაფერში. ამის უკან დგას აუცილებლად პროფესიონალები, აუცილებლად სახელი და გვარები, ანუ ისე ჩვენ ახლა ვეძებთ ვიღაც მასწავლებელს, ესე არ არის. თავის საქმეში ერთ-ერთი პირველებია ყველა დასაქმებული და ძალიან მაგარია. ჩვენ როდესაც ვიწყებდით ამ საქმეს, იმ თავითვე გააზრებული გქონდა ის, რომ ეს იყო სიახლე. უპირველეს ყოვლისა საზოგადოებისთვის სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე ამ კონცეფციის ფარგლებში ზრდასრულ მოქალაქეს ვთავაზობდით დამატებით პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსებს. ეს შესაძლებლობა არათუ რეგიონში ქვეყნის მასშტაბითაც არ არის, ეს მარტივად ხელმისაწვდომი. თან ეს უფასო აქ სწავლა, თქვენ არ გითქვამთ. ეგ არის უფასო. ხო, უფასოა ყველაფერი. აბსოლუტურად დონორის მხარდაჭერით და ადგილობრივი ხელისუფლების. უფასო არაფერი არ არის, მაგრამ მათთვის უფასო. ამის ხორციელდება და იმ თავითვე გააზრებული გქონდა ის, რომ აუცილებლად უნდა შეკრულიყო პროფესიონალთა გუნდი, რომ ადამიანებს გადაიდგათ ის ნაბიჯი, რომ დაერღვიათ ესე ვთქვათ სტერეოტიპები და მოსულიყვნენ აქ ზრდასრული ადამიანები და გარკვეული საგანმანათლებლო სერვისები მიეღოთ ჩვენგან. რა თქმა უნდა, ვიზრუნეთ იმაზე, რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყო პროფესიონალი ადამიანები და მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველას ვერ ჩამოვთვლი სახელით და გვარით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს იმ ტრენერებს, რომლებიც აქ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, ნამდვილად არიან გამორჩეული პროფესიონალები და ნამდვილად დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ყველა კურსზე თითქმის ადგილი ყოველთვის გვაქვს შევსებული და როდესაც მიღებას არ ვაცხადებთ და გვაქვს პაუზა ეგრეთ წოდებული, გვიკავშირდებიან დღენიანდად თუ მე, თუ პროექტის კოორდინატორს და ტრენერებს მასაც მათ შორის, როდის იწყება კურსი, როდის იქნება ეს შესაძლებლობა სამწუხაროდ მუდმივად და მოთხოვნის შესაბამისად არ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ დავაფინანსოთ კურსები, მაგრამ წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე თავაზობთ ჩვენს ბენეფიციარებს სხვადასხვა მიმართულებით მოკლევადიან კურსებს და ცდილობთ ამ ფორმით რეგიონის განვითარებაში, ქვეყნის განვითარებაში, ჩემი ხონის განვითარებაში შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი და ვფიქრობ, რომ შეგავთ ნამდვილად. აი ამ საქმეს სანამ თქვენ ხელს მოგიდებთ, უბრალოდ ნდობას გამოგიცხადებდნენ, ასე მარტივად არ ხდება ეს, ხო? რაღაცა რას თქვენ ილაპარაკეთ, ეს ამას უკან შლეიფად მოძებდა თქვენი წარსული, თქვენი ბიოგრაფია, გულისხმობ კარიერული ბიოგრაფია, ასე მარტივად არ ხდება ასეთ რაღაცების ხელმძღვანელობა. დავიწყოთ იქედან, გაგვაცანით თქვენი ოჯახი, ხონში რა გაკავშირებთ ხონთან, რა არის თქვენთვის ხონი და რატომ არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი ჩვენი ქვეყნისათვის? აი ხონი ჩემთვის ყველაფერია. დავიბადე ხონში, გავიზარდე აქ და საბედნიეროდ ჩემი აწმყო და მომავალიც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ამ ქალაქთან, მიყვარს უზომოდ. მომცა ხონმა ყველაფერი წარმატებისთვის და მადლობელი ვარ ამ ქალაქის, მავსებს მისი ისტორია, მისი დღევანდელობა და ჯერა მისი მომავლის, საუკეთესო მომავლის. როგორც გითხარით, აქ დავიბადე, მქონდა გაპრანჭული, არა, მაგრამ ძალიან ლაღი ბავშვობა.
ძალიან ვინ არის თქვენი ოჯახი? დიდი ოჯახი ჯერ პატარა ოჯახი ხარ? ძალიან დიდ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ცხოვრობდი ბებიასთან, ბაბუასთან, დედა, მამა, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები. ერთად გარკვეული წლების მანძილზე, რამაც ჩემში დატოვა ძალიან დიდი კვალი, პირველ რიგში ჩემი მნიშვნელოვანი თვისებები, რაც დღემდე მას აზრდოვებს და ჩემი ნიშა შეიძლება ითქვას სწორედ ამ დიდი ოჯახის დამსახურებაა. გამოვყოფდი ბაბუას, რომელმაც ეს ნორმალური ის არის ემოცია ნამდვილად. და ვინ იყო ბაბუა? მძღოლი იყო პროფესიით, ძალიან კარგ ადამიანად იცნობდნენ ხონში, ძალიან ესეთი ძველი ქართველი, ესე თუ ჩიკარ მიქოიანს ეძახდნენ. კარგი ხონელი. ძალიან კარგი ხონელი. და ბაბუას ქუთაისიც არის ეს გაგება, კარგი ქუთაისი. ალბათ ყველგან არის. კი, ყველა დამეთანხმება, ვინც მას იცნობდა. მის გვერდით გავიზარდე, რაც ფეხი ავიდგე, აბსოლუტურად მის მანქანაში, სადაც იყო ბაბუა, იქ ვიყავი მე, სადაც ეძინა, იქ მეძინა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მისი გული გამეხარებინა და მომეკო და ძალიან ბევრი კარგად ვსწავლობდი, ბევრ საოჯახო საქმეებს ვაკეთებდი. მისი მას რაც მოწონდა თვითონაც ძალიან კარგი მეოჯახე კაცი იყო და ვიცოდი ზუსტად მქონდა შესწავლილი რა გაუხარდებოდა და როცა სახლში მოვიდოდა, დროც ზუსტად ვიცოდი როდის შემოაღებდა ჭიშკარს, ყველაფერს რაც მის გულს გაახარებდა, ეს ჩამოვუყვებოდი რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე, დილით აუცილებლად სკოლაში. ისე არ გამიშვებდა, რომ შუბზე არ ეკოცნა, ეს იყო რიტუალი, რომელიც ხონის სკოლაში ვსწავლობდი. მეორე საჯარო სკოლა დავასრულე, ასევე ჩემმა სკოლამ და ჩემმა პედაგოგებმა მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მომცეს ის ცოდნა და საბაზისო განათლება, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, კარგი სკოლა იყო, კი, ნამდვილად გაჭირვება იყო 90-იან წლებში მიწევდა სკოლაში სიარული, ძალიან ბევრი ესეთი დღევანდელი გადმოსახედიდან ბავშვისთვის არასათანადო გარემოში შეიძლება ითქვას ვსწავლობდით, მაგრამ ესე გამოვიარეთ, მაგრამ დღეს ძალიან კარგად მახსენდება, იმიტომ რომ იმ წლებმაც, იმ გაჭირვებამაც, იმ რაღაცა შეუსაბამო პირობებმაც ალბათ გამაძლიერა და ძალიან მნიშვნელოვანი. და პროფესიით ხარ ჟურნალისტი? კი, ეხლა რაც შეეხება არა, პროფესიით ჟურნალისტი არა ვარ. პროფესია ამის წინ მკითხეს ვინ მოახდინა გავლენა პროფესიის არჩევაზეო? მე ვარ ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ქართული ენა ლიტერატურის, სპარსული ენა ლიტერატურის. კი ბატონო, ამაზეც უნდა გითხოთ აუცილებლად. და მე მეშვიდე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, მაშინ როდესაც ფერეიდნელების შესახებ ამოვიკითხე, არც ისე დიდი ერთი აბზაცი იყო მოცემული, მხოლოდ რომ შაჰ-აბასმა ესე მე-16 საუკუნეში, მე-17 საუკუნეში გადაასახლა ქართველები ფერეიდანში და დღემდე რომ და იმ მომენტში ამ ისტორიის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვისწავლო აუცილებლად სპარსული ენა, იმიტომ რომ ჩავიდე ვიმოგზაურო ირანში და ვნახო ფერეიდნელი ქართველების ყოფა შეძლების და გვარად კი ბატონო. და იყავით კიდეც ფერეიდანში, ხო? მე ფერეიდანში არ ვარ აქამდე ნამყოფი და ეს არის ჩემი ერთ-ერთი ჯერჯერობით აუხდენელი ოცნება, მაგრამ აუცილებლად დავიხდე. მე ვსწავლობდი ირანში, იქ გავიარე. ხო, ეგ ვიცი, რომ ირანში სწავლობდით, ხო? საგანმანათლებლო კურსი, მაქვს დღემდე კონტაქტები და კომუნიკაცია იქ მცხოვრებ მეგობრებთან და თეირანში სწავლობდით თვითონ? თეირანში ვსწავლობდი. როგორ არ ჩადით მე ფერეიდანში? იყო ძალიან რთული პერიოდი, მაშინ 2007 წელი იყო და მე მარტო ვიყავი ჩემს მეგობარ ასევე გოგონასთან ერთად თეირანში და როგორც სტუდენტი ისე იყავი? როგორც სტუდენტი. მაგრამ გადაადგილება მქონდა შეზღუდული ქვეყნის. ამასთანავე თქვენ ხართ პროფესიონალი ჟურნალისტი, იმიტომ რომ ჩვენი კოლეგა როცა ვთქვი, რომ ეს გადაცემა დაიწყე, რა თქმა უნდა, გულისხმობდი პირველ რიგში ჟურნალისტიკას, საკმაოდ ხარად იყავი ჟურნალისტიკაში, შემდეგ უკვე PR-ში, საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობთ, ამაზეც გითხარით ორიოდე სიტყვით, იმიტომ რომ გადაცემის დასრულამდე ძალიან ცოტა დრო გრჩება.
ჩემი პირველი სამსახური დავიწყე სწორედ ამ მიმართულებით, ჟურნალისტიკის მიმართულებით მივიღე პირველად პრაქტიკული გამოცდილება. ეს იყო შესაძლებლობა მომცა ტელეკომპანიამ მეგატივმა, მისმა დირექტორმა ბატონმა მერაბ გიგაბიძემ და ასევე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო მაშინ ქალბატონი ნანა თოშხუა, რისთვისაც დღემდე ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების, იმიტომ რომ ამ ხონში იყვნენ ხო? ხონში და მუშაობდი ქუთაისში ასევე კორესპონდენტად. ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე, ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი მიმართულებით პროფესია გამაცნო ამ პროფესიამ და ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს, დღესაც ყველაფერს ჟურნალისტის თვალით ვუყურებ, დიდი ინტერესით და რაღაცნაირად ძალიან მეხმარება ცხოვრებაში, სხვა საქმიანობებში ის ბექგრაუნდი, რაც ამ მიმართულებით მქონდა. ხაბდონელისო, თქვენ ამასთანავე ხართ ძალიან სასარგებლო მოქალაქე თავისთავად ქვეყნის და თქვენი ხონისთვის. თქვენ იმდენ რაიმეს აკეთებთ, მე ხა მარტო ამ პროექტის ფარგლებში არა, რაზეც ხა ჩვენ დღეს თელი გადაცემის ნახევარი მიუძღვენით. გარდა ამისა, რა ვიცი, ყველაფრის უკან ხედავთ, ან გვერდით, ან თავში, ან მონაწილე ხართ, ან ხო არა, ხედავთ ნამდვილად ეს ღონისძიება, საქალაქო რაიმეა, ახალგაზრდების გვერდით დგომა უკვე პრაქტიკულად თქვენი შვილის თაობისას ბევრ რამეს აკეთებთ. ხართ ამასთანავე საკმაოდ დატვირთული რამდენიმე სამსახურში თითქოს ახლა მეც არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ უკვირთ ჩემი და ამიტომ მეც ხო ხასუსავ ამას ხო და ქალისთვის მით უმეტეს მე მივხვდი იმისა რომ გენდერულად სრულიად სენსიტიური ადამიანი ვარ დაბადებიდან, მაგრამ ძნელია იცი, იმიტომ რომ კარგი დედა ხართ, კარგი ოჯახი გაქვთ და პლუს ამას ბევრ რანაირად ახერხებთ ამას? ხო, აი მე არ მისაუბრია თავარზე, როცა ოჯახთან მიმართებაში ვსაუბრობდით, ამას ყველაფერს საფუძვლად უდევს ჩემი ამჟამინდელი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ჩემი დედამთილი, ჩემი შვილი, მყავს გვერდით ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში მეხმარებიან, მაძლიერებენ, მეიმედებიან, ასე რომ ყოველი წუთი როცა გარეთ ვარ, მე რა თქმა უნდა ვფიქრობ ჩემს ოჯახზე, ჩემს მნიშვნელოვან ადამიანებზე, მაგრამ ღმერთის წყალობით, უფლის წყალობით იქაც მაქვს ყველაფერი მშვიდად დალაგებული, ასე რომ ეს ყველაფერი მეხმარება, რომ საზოგადოებაში ვიყო ესეთი აქტიური, ვიყო დატვირთული, ბუნებითაც ვარ აქტიური, არ შემიძლია საქმის გარეშე, მინდა მეც მნიშვნელოვანი თუ არა, ერთი უმნიშვნელო აგური მაინც დავდო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის და უკეთესი მომავლისთვის. ამ კარგ ნოტაზე პრინციპში კარგი ნოტა გქონდა ყოველთვის ყველა იმაში, მინდა რომ დავასრულოთ ასე ვთქვათ ჩვენი გადაცემის განკუთვნილი დრო ისედაც ამოგვეწურა. ძალიან დიდი მადლობა. თავმაჩემილია ვთქვა რომ ესეთი кейსები თქვენი ცხოვრებისეული თემისთვის უნდა იყოს ყოველთვის სასარგებლო, უნდა იყოს ეს მაგალითი იმისა, რომ შეიძლება ქალმა საზოგადოებაში და ოჯახშიც შრომით თავისი უნარებით იმერანე გააკეთოს არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ მისი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო და გამოსადეგი გააკეთოს, რასაც თქვენ მადლობელი ვიქნებით თუ ერთი ადამიანისთვის მაინც ვიქნები. ისევით მაგალითი ნამდვილად ხართ მაგალითი. ქალი უნდა შეიძლება იყოს აქტიური ოჯახშიც, დაკავებული, დატვირთული, მაგრამ მას ასევე აქვს დიდი რესურსი იყოს საზოგადოებრივად აქტიური და აკეთოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმე და მოაგვაროთ ძალიან ბევრი საკითხი ამ მიმართულებით. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის სტუმარი გაახლდათ ქალბატონი ელისო ჯიქია. მადლობა.